აი კპენა და გაკაწვრა. რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან და რამდენად საყურადღებოა. რომ ძაღლს ყუდებს და კუც რო დამოაჭრი, უფრო ავი გაიზრდება, უფრო ავი იქნება. მითი არის ეს. მითია, ხო? მითია, რა თქმა უნდა. თეთრი ძაღლი, მოდი, რადგანაც ვთქვით, ხო? თეთრი ძაღლები არიან ალერგიულები. ძვლების მიცემა შეიძლება ძაღლისთვის ფატალურად დასრულდეს. ამ თვალებიდან არა ბრიყული, არამედ რაღაც ბრძნულად გამგები, ადამიანი თუ არ გიყურებს რაღაც არა ნაკლები. მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ კვლავ ჩვენს მორიგ გადაცემას ოთარი ექიმო, რომლის სპონსორიც გახლავთ თვალის კლინიკა აილაინი მოიხსენით სათვალე უმტკივნეულოდ და ბევრი ვიფიქრეთ თუ აი მორიგ გადაცემაში რა თემაზე გვესაუბრა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ზოგადად მედიცინა ძალიან ისეთი ფართო პროფილის დარგია და ძალიან ბევრი თემა, ძალიან ბევრი მიმართულება და ამოუწურავია, მოდი ასე ვთქვათ. მაგრამ ესეთი რაღაც ორიგინალური გადაწყვეტილება მივიღეთ, ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ არა მარტო ჩვენ და ჩვენ შვილებზე და ჩვენ თავზე და ჩვენ ახლობლებზე, არამედ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზეც, ხო? ანუ მედიცინაში შედის ვეტერინარიაც დამეთანხმებით და გადავწყვიტეთ, რომ ვეტერინარი მოგვეყვანა დღეს სტუმრად, გვესაუბრა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე, მათთან თანაცხოვრებაზე, მათთან სწორ თანაცხოვრებაზე, როგორ უნდა მოუაროთ, როგორ ავირიდოთ თავიდან მათი დაავადებები, ასე თქვათ, ავიცილოთ თავიდან ის დაავადება, რომელიც შეიძლება ჩვენი ოთხფეხა მეგობრისგან გადაგვედოს და მოკლედ ყველაფერი ჰიგიენა, ჯანმრთელობა, სწორი კვება და თანაცხოვრება მოკლედ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან და კესო კერესელიძე მოავიწვიეთ ვეტერინარი, უკვე ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი ვეტერინარი, მეც მაქვს გამოცდილება მასთან ურთიერთობის, მოგეხსენებათ, მე მყავს პატარა მალტეზე, ანტუანი. ხო და მოგესალმებით კესო, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით, მოხვედით და მე მგონი ძალიან საინტერესო თემაა. მე აქტიურად ვუყურებ, ყოველ შემთხვევაში თვალს ვადევნებ პოდკასტებს და არ ვიცი, მე არ მახსენდება, რომ სამედიცინო გადაცემაში ვეტერინარი ყოფილიყო სტუმრად და არა და მნიშვნელოვანია, პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან, ხო? მათ შორის ჩვენს ჯანმრთელობასთანაც. კარგი, მოდი, აი პირველ შეკითხვას ასეც დაგისვავთ. ზოგადად, აი რა ფენომენია ჩვენი და ოთხფეხა მეგობრების თანაცხოვრება, ანუ რას გვაძლევს ამას, რას გვაძლევს ეს ყველაფერი და აი ვის უნდა ყავდეს ოთხფეხა მეგობარი და არიან კატეგორია, ვისაც არ უნდა ყავდეს, ხო? ოთხფეხა მეგობარი მოდას არ უნდა აყვეს. აი თუ შეიძლება რომ ამ ორი შეკითხვით დავიწყოთ რა. მოგესალმებით, პირველ რიგში მივასალმები ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად ძალიან კარგი, საინტერესო თემა არის არჩეული. სწორად თქვით, ყველას არ უნდა ყავდეს, ყველა ძაღლს უნდა ყავდეს პატრონი, მაგრამ ყველას არ არის აუცილებელი, რომ ყავდეს ცხოველი. ეს არის ძალიან პირველ რიგში ძალიან დიდი ბედნიერება, სწორად მოვლილი ცხოველი რო ყავს, მაგრამ ამასთანავე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ესე მოდას არ უნდა ავყვეთ, უცებ ემოციური გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ, რომ აი დავინახეთ ლეკვი მოგვეწონა და უნდა ავიყვანოთ, იმიტომ რომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მინიმუმ 10 წელი ჩვენ გვერდით უნდა იყოს. შეიძლება შეექმნას მის სიცოცხლეზე ვართ ძალიან დიდად პასუხისმგებლები, იმიტომ რომ მარტო მოფერება და კვება არ არის ხომ ლეკის და ხო შინაური ცხოველის გაზრდა. დიდი პასუხისმგებლობა არის, დიდ ფინანსებს მოითხოვს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მარტო ფინანსებთანაც არ არის დაკავშირებული, ძალიან დიდ დროს მოითხოვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ჭირდება გასეირნება, ენერგიის დახარჯვა, არა მარტო საკვების მიწოდება. ხო, რა თქმა უნდა. და აი კიდე ესეთი ფენომენია, რომ აი ბავშვმა მთხოვა და ბავშვს უყიდე ლეკვი და მე აღმოჩნდება, რომ რეალურად ვერ პატრონობს. მშობლის მოსავლელი ხდება, ან მე გააჩუქებენ ხოლმე, მე ბევრი შემთხვევა მინახავს ასეთი. ანუ აი რა უნდა როგორ თქვა იცი, აი რა უნდა გავითვალისწინოთ პირველ რიგში, აი სანამ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თქვენ ახლა კითხვით ზოგადად, რომ დაუშვათ ეს არ არის მარტო საჭმელი მიეცი და წყალი დაუსხი, აი აქაც ხო ფსიქოლოგიურადაც ხო უნდა მოემზადოთ, იმიტომ რომ ოჯახის წევრს ვიძენთ პრაქტიკულად, ხო? აი რა არის ის ბოლო გადაწყვეტილება და ბოლო ასე ვთქვათ წერტილი, როდესაც ძაღლი მოუყავს სახლში?
ბავშვს უნდა ძაღლი და მოვუყვანოთ, ამ მიზნით არ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. პირველ რიგში მშობლები, ოჯახის წევრები ყველა უნდა იყოს მზად. ამისთვის და პატარა ბავშვს ახლა ვერ მოუვლის ძაღლს, რა თქმა უნდა, ხო, იმ ბავშვსაც უნდა თავიდან მოვამზადოთ, რომ უნდა იცოდეს, როგორ უნდა კონდეს ურთიერთობა, როგორ უნდა მოკიდოს ხელი. ჩვენს კლინიკაში ძალიან ხშირია ესეთი უბედური შემთხვევები, აქედან გამომდინარე ვამბობ სწორედ ამას. უბედურ შემთხვევაში იგულისხმება, რომ შეიძლება ხელიდან დაუვარდეს, მოიტეხოს ფეხი, უფრო ცუდი ლეტალურად დამთავრდეს, მოუჭიროს ხელი, თამაშის დრო შეიძლება დაეცეს. ამიტომ სწორი ასაკი უნდა ვიცოდეთ, 3 წლის ბავშვს თუ მოვუყვანთ ყოველ შემთხვევაში, უნდა ვაკონტროლოთ ამათი ურთიერთობა. მარტო არ უნდა დარჩნენ ძაღლი და ეს პატარა ბავშვი ერთად უყურადღებოთ, ხო? და 10 და 12 ხო, ბავშვზეც ვფიქრობთ და ძაღლზეც ვფიქრობთ, რა თქმა უნდა. პირიქითაც შეიძლება მოხდეს, ხო, რომ ბავშვი დაზიანდეს. რა თქმა უნდა, კი, რამხელა ფსიქოლოგიური ტრავმა არის ბავშვისთვის, ხო, ეხლა რო თამაშის დროს რაღაცა ამიტომ უნდა შევამზადოთ ბავშვიც, ასაკით სწორედ უნდა გადავწყვიტოთ, თუ პატარა ბავშვთან მოყავს, მაშინ 24 საათის განმავლობაში, როცა ერთად არიან, უნდა კონდეთ ყურადღების ქვეშ უნდა იყვნენ აუცილებლად. მოზარდს რაც ეხება, ძალიან კარგია 10 წლის, 12 წლის ბავშვისთვის, მაგრამ ეს არის მისთვის მაინც გართობა, რაღაცა მცირე დროით ექნება ურთიერთობა, მთელი პასუხისგებლობა ყოველთვის არის ზრდასრულ ადამიანზე კი. კარგი, ეხლა ნახეთ, გადავიდეთ მაინც სამედიცინო, ასე ვთქვათ, მხარეზე და ზოგადად დაავადებებზე ვისაუბროთ, გაზდაზე და აი მოვიყვანეთ ლეკვის სახლში, ხო? მოვიყვანეთ ლეკვის სახლში და რას ვაკეთებთ? ეხლა შეიძლება ბევრმა ეს იცის, ვისაც ძაღლი ყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩემს მსმენელს და მაყურებელს აინტერესებს, აი როგორ ხდება განვითარება, ანუ აი ეს აცრები, დაუშვათ, გარეთ გაყვანა როდის შეიძლება, კვება და ასე შემდეგ. საერთოდ აი უკვე აყვანილი ლეკვთან ერთად რა თქმა უნდა მიხვიდე პირველად კონსულტაციაზე ვეტერინართან, მაგრამ საერთოდ სასურველი არის რომ სანამ ცხოველს ავიყვანთ, მანამდეც უნდა გავიაროთ ვეტერინართან კონსულტაცია და თუ რაღაცა კონკრეტული ჯიში მოგწონს და გვინდა ავიყვანოთ, კინოლოგთანაც საჭირო არის კონსულტაციის გავლა, იმიტომ რომ ეს ვიზუალურად მოგწონდეს შეიძლება რაღაც კონკრეტული ჯიში, მაგრამ ის უკვე რა უარყოფითი მხარეები აქვს, როგორი იზრდება, რა მოვლა ჭირდება, ყველა ინდივიდუალური, ამიტომ ხო. როდესაც ავიყვანთ ლეკვს, პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ლეკვიანა მივდივართ ვეტერინართან და უნდა გავიაროთ კონსულტაცია. პირველ რიგში უნდა შემოწმდეს ეს. შეიძლება ახალმა პატრონმა ლეკვს შეიძლება რაღაც დაავადებაც ჭირდეს, თუნდაც კანის პრობლემა ქონდეს, მაგრამ არ იყოს ისეთი კომპეტენტური პატრონი და ვერ ხვდებოდეს, რომ აიყვანა ავადმყოფი ლეკვი და გონია რომ ჯამრთელია და უკვე რომ გამოვლინდება რაღაც სიმპტომები, უკვე შეიძლება გვიანაც იყოს და ვერ შევძლოთ მისი მკურნალობა, ამიტომ პირველ რიგში უნდა მივიდეთ ვეტერინართან კონსულტაციაზე და ჩვენი ლეკვიც მივიყვანოთ, რომ პირველადი დათვალიერება მოხდეს, რამდენად ჯამრთელი არის ეს ლეკვი. ვეტერინარი შეაფასებს და გეტყვით. დანარჩენი უკვე ეს ჭიებზე დამუშავება, ვაქცინაცია, ეს ყველაფერი უკვე განრიგი დაიწერება ყველაფერი და უკვე უნდა მივყვეთ ამ ყველაფერს. რამდენად მნიშვნელოვანია კესო, აი მე ხშირად გამიგია იგივე ჩემი მეგობრებისგანაც, აი ვისაც პატარა ძაღლები ყავს, ხო? აი მალტეზე მაგალითად იორკშირ ტერიერი, პატარა ესეთი ჯიჯიშის ძაღლები, რომ დაუშვათ, აი მე ძაღლი არსად არ გამყავს, დაუშვათ სახლშია, ან თუ გავიყვან ძირითადად ასვალზე ვასეირნებ და აი არ ვცრი. ანუ არ უკეთებ არც ვირუსზე და არც ამუშავებენ ანტიპარაზიტული პრეპარატები. თუ ჭია არ გამოჩნდა დაუშვათ განავალში, ხო? მაშინ არ და თუ გამოჩნდა მე მივცემ. ანუ ხშირად გამიგია ასეთი რამ რა და აი რამდენად სწორია ეს მიდგომა. კი, რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სახლის ძაღლი რომელიც გარეთ არ გადის მინახავს რომ მას ყავს რწყელი და ნუ პატრონს უკვირს რანაირად გამორიცხულია საიდან მე ხო გარეთ არ გამყავს არა აქვს მნიშვნელობა სახში ყავთ ჯერ ეს ერთიც არ არის სწორი რომ არ გაყავს ყველა ძაღლს ჭირდება საერთობა გარეთ გასვლა ჭიაზე დამუშავებაც პერიოდულად როგორც არის წესი სამ თვეში ერთხელ რწყილებზე დამუშავება სპეციალური პრეპარატებით და ის ვადები უნდა დავიცვათ არის ერთთვიანი პრეპარატები არის სამთვიანი ყოველთვის ჭირდება 10 რაც აუცილებელი არის რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენ გავდივართ ფეხით შეიძლება ვირუსი შევიტანოთ
აირწოთოვანი გზით გადადის, ძალიან მარტივად შეიძლება დაინფიცირდეს ლეკვით დასრული ძაღლი ნებისმიერი ინფექციებით. ანუ ჩვენ შეგვიძლია მივიტანოთ, შეიძლება ლეკვის საერთოდ ძაღლი არ გავიდეს სახლიდან და ჩვენ მივიტანოთ ფეხსაცმლით ან ტანსაცმლით ან ან შეიძლება ვიღაც მოვიდეს სტუმარი თუნდაც და მან შემოიტანოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ძაღლი გარეთ ცხოვრობს თუ სახლში ცხოვრობს. ყველა ის გეგმიური პროცედურები, ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია, ეს ყველაფერი ჰიგიენურად მოვლა არის აუცილებელი ნებისმიერი ცხოველისთვის. აი ეს საყელოები რო ახლა მე რეკლამაში რო არ ჩამეთვალოს არ ვიტყვი ბრენდებს, მაგრამ მე მაგალითად ხმარობ მაინც ჩემ ძაღლზე, უკეთებ ერთ-ერთ საყელოს, რომელიც ბუნებრივია. ანუ არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, მაგრამ ზოგი არის, რომელიც შეიცავს, ხო, ამ ქიმიურ ნივთიერებებს. რამდენად ეფექტურია ეს? ან რამდენად საშიშია თუნდაც ბავშვისთვის, როცა ესეთი საყელო უკეთია ძაღლს და მას ეთამაშება. მარტო საყელო არასდროს არ არის საკმარისი. ანუ ეს ყველაფერი კომბინაციაში უნდა მოხდეს. უნდა ეკეთოს, რა თქმა უნდა, საყელოც, ანტიპარაზიტული საჭირო არის. კი, რა თქმა უნდა, საყელოც უნდა ეკეთოს და პერიოდულად არის აბები იქნება თუ წვეთები იქნება, რომ თავარი არის ეს ვადები დავიცვათ, რამდენი ხანი მოქმედებს თითოეული ანტიპარაზიტული პრეპარატი. საყელოსთან ერთად პარალელურად უკვე უფრო მეტად არის დაცული ჩვენი 400. აი ეს საყელო რომელიც შეიცავს წამალს, იგივე ქიმიურ შენაერთს, ხო? აი რამდენად საშიშია დაუშვათ, აი პატარა ბავშვით რომ მოეფეროს ამ ძაღლს, რამდენად შეიძლება რომ დაუშვათ ინტოქსიკაცია მოხდეს. პირველი 24 საათი საერთოდ სასურველი არის თუ დაჟე საერთოდ ძაღლი თუ ალერგიული არის, ხო? გახსნიდან რაღაც გარკვეული საათის განმავლობაში უნდა გვედოს ეს საყელო, ის ძაფრისუნი გაუარ, გაკეთების შემდგომ პირში ახლა არ უნდა ჩაიდოს ბავშვმა და არ უნდა დაღეჭოს. თქვენაირად ჩვეულებრივად ურთიერთობაში. კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ, აი ხშირად არის ხოლმე რომ აი ბეწვის ძაღლის ბეწვის გადაყლაპვა, რომ არის ძალიან საშიში, რომ ეს არის დაუშვათ სხვადასხვა დაავადებების მიზეზი, იგივე ექინოკოკოზი დაუშვათ, ხო, რომელსაც ხშირად აბრალებენ ხოლმე ძაღლებს, არა და მე როგორც ვიცი პროცენტულად ჩვეულებრივი მწვანელიდან უფრო გადადის ეს დაავადება, ცუდად გარეცხილი მწვანელიდან ვიდრე ძაღლიდან. აი მაინც რო გვითხრათ, აი ძაღლის ბეწვი და ეს ფენომენი, ანუ რა დროს არის საშიში? თუ ძაღლი არის მოვლილი ჰიგიენურად, დამუშავებული არის გარეთ თუ შიდა პარაზიტებით, ესეთი ცხოველი ჩვენთვის სრულიად უსაფრთხო არის. ძაღლს უნდა ჭირდეს კონკრეტული დაავადება, თუნდაც კანის დაავადება, რომ ჩვენთვის იყოს საფრთხის შემცველი. ჯანმრთელი, სწორად მოვლილი ძაღლი, მისი ბეწვით ჩვენთვის სრულიად უსაფრთხო არის. რა შემთხვევაში აი ექინოკოკოზი ეს დამოკიდებულია აი ამ ჭიებზე დამუშავებაზე? დიახ. ანუ თუ ჭიებზე დამუშავებულია ძაღლი, მოვლილი თუ არის სწორად, გამორიცხულია რომ ძაღლისგან ექინოკოკი გადაგვედოს. თუ დამუშავებული არის პარაზიტებზე და გეგმის მიხედვით და არა ერთხელ მისცემ და ერთი წელი აღარ დაამუშავებ, ესეც ხო არ შეიძლება. რეგულარულად, როგორც არის, 3 თვეში ერთხელ უნდა მივცეთ ჭიის წამალი. თუ მოითხოვს, მანამდეც შეიძლება, თუ ცხოველს დაავადდა პარაზიტებით, აუცილებელი არ არის, რომ დაველოდოთ 3 თვეს. როცა არის საჭიროება, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ შევნიშნავთ პარაზიტებს განავალში, ეს ნიშნავს, რომ 3 თვეს არ ველოდებით და მანამდე ვამუშავებთ. ანუ ეს მისი ჯანმრთელობის და ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარიც არის. რადგანაც აი ეს ამ თემას შევეხეთ, მოდი ვთქვათ, რომ უბრალოდ ვისაუბროთ თემაზე, რომ რა შეიძლება რომ ერთმანეთს გადავდოთ. აი თუ არის შესაძლებელი რომ ძაღლმა ჩვენ გადმოგდოს რამე დაავადება, აი მაგალითად იგივე ბორელიოზი, ბაბელიოზი ხო არის უამრავი დაავადება, რა შეიძლება ჩვენ ტიპური ინფექციები არის, ესენი უშუალოდ ძაღლიდან ადამიანზე არ გადადის. არის გარკვეული სოკოვანი კანის ინფექციები, რომლებიც ნამდვილად გადამდები არის, ნუ ყველაზე საშიში ვირუსული ინფექცია ეს არის ცოფი, რაც ლეტალურად თავდება და ამიტომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვაქცინაცია, რომ უნდა იყოს აცრელი ცხოველი ცოფსეც, კომპლექსურზეც, რომ ანუ კანის დაავადებები დაუშვათ, რამე ვირუსი შეიძლება რომ ძაღლიდან გადაედოს ადამიანს ან ადამიანს ძაღლიდან, თუ განსხვავებულია. განსხვავებული არის, ყველასთვის არის განსხვავებული. ჩვენ რო გაციებული ვართ ცხოველს ვერ დავდებთ ამ გაციებას. კანის დაავადებები ძირითადად და ამიტომ როცა შევნიშნავთ რაღაცა კანზე გაღიზიანებული არის, ალოპეცია არის, ადგილ-ადგილ გაცვენელი არის, დაზიანებული არის კანის უბნები, ყოველთვის დროულად უნდა მივიდეთ ვეტერინართან და დიაგნოსტირდეს, რომ შემდგომ უკვე დავიწყოთ მკურნალობა.
აი ხა რაღაცა მინდა კითხოთ, ვიცი რომ ბევრია ჩემნაირი, აი ჩემ ძაღლს მაგალითად ჩემთან ერთად ძინავს. რამდენად სწორია ეს? თუ არ დააწვევით რაღაცას არ დაუზიანებთ? არა, ზოგადად არ ვაწვევი, არაფერს არ ვუზიანებ, უბრალოდ აი ლეკვობიდან ერთხელ წლისაც არ იყო რომ ოპერაცია გავუკეთეთ, მოკლედ თიაქარი ქონდა და თქვენთან კლინიკაში გავაკეთეთ ეს ოპერაცია, ალეკომ გავუკეთა. კი, გახსოვს. გახსოვთ და მე რაღაცა ნუ ეს შემეცოდა თავის საწოლში და ჩემთან ვიწვენდი ხოლმე რაღაც უფრო წყნარად იყო. მიეჩვია და იმის მერე გავუშვებ ახლა გამორიცხულია. მთელი ცხოვრება უნდა იყოს ახლა. ხო, ანუ ამაში არაფერი ცუდი არ არის. აი კიდევ ერთხელ გიმეორებთ, თუ ყველანაირი ჰიგიენური ნორმა არის დაცული, ძაღლი არის მოვლილი, დამუშავებული ყველანაირად. აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის. კარგი, ნახეთ, არ გიკპენს გეთამაშება. აი ესეთი გამოთქმა გაგიგიათ თქვენც, ხო? დაუშვათ რომ თუ მიდიხარ ვიღაცასთან სტუმრად, მეგობარი იქნება თუ უბრალოდ ნაცნობი ადამიანი, მას ძაღლი ყავს და ეს ძაღლი მოვიდა შემოგახტა. ეხა უცხო ძაღლის მაინც ასე თუ ისე, ნუ თუ არ გეშინია, ყოველ შემთხვევაში რაღაც მორიდებით ხარ, ხო? და ძალიან ხშირად გამიგია, მეც მithქვამს ჩემ ძაღლზე, იმიტომ რომ მე მონადირე ძაღლიც მყავს, რომელიც აგარაგზეა, კურცხა არის. თქვენთან ჯერ არ მომიყვანია, თუ. იმიტომ რომ არ დაჭირვებია არაფერი, მაგრამ ვამუშავებ, ყველაფერს ვუკეთებ და რა ჩემთან რომ მოდიან ხოლმე აგარაგზე, ხა ეს მაქსი ქვია რა, რომელიც 1 წლით პატარაა ჩემ მალტეზეზე, ანუ 4 წლის არის, 5-ის არის მალტეზე, 4-ის არის ეს მაქსი და ძალიან ისეთია რა, ის საყვარელი ყველა უყვარს. აი ყველა აბსოლუტურად კატასავით არის რა, კატას ვეძახი, რომ მოვა და მეც მithქვამს, რომ არა, ნუ გეშინია, არ გიკპენს, გეთამაშება და ეს ძალიან ისეთი ცნობილი და ხშირად გამოყენებადი ფრაზა გახდა, ხო, არ გიკპენს, გეთამაშება, მაგრამ ამ თამაშში, ხო, შეიძლება გაკაწროს ძაღლმა. აი კპენა და გაკაწრა რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან და რამდენად საყურადღებოა. ანუ ძაღლი რო გიკპენს, ხო, აქ უკვე რეალურად არის ცოფის საშიშროება, თუ ძაღლი არ არის დროულად ვაქცინირებული, ხო? აი გაკაწრა დაუშვათ, აი იგივე ტეტანუსის თვალსაზრისით, რამდენად საშიში შეიძლება იყოს, განსაკუთრებით თუ ძაღლი ეზოში ცხოვრობს. ნუ გააჩნია აი ცოფთან დაკავშირებით, ხო რა, პირველ რიგში თუ მოხდა დაკმენა, რასაც ვაკეთებთ, ეს არის რომ ნახულობთ პასპორტს, ნახულობთ აცრელი არის თუ არა პირველ რიგში და ნუ შემდგომ უკვე მივდივართ კონსულტაციაზე ეს რაბიოლოგთან. რაბიოლოგი არის კომპეტენტური ამ საკითხში. ქუჩის ცხოველთან დაკავშირებით, როცა არ ვიცით აცრელი არის თუ არა, ამ შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში მაინც გადაწყვეტილებას ღებულობს რაბიოლოგი, რომ უნდა აიცრას ბავშვი იქნება თუ ზრდასრული კი. აი გაკაწრა? გაკაწრის შემთხვევაშიც მაინც რაბიოლოგმა უნდა გადაწყვიტოს, ასაცრელი არის თუ არა, თუმცა ცოფი მხოლოდ კბენით გადადის და ცხოველი უნდა იყოს დაინფიცირებული, უნდა ჭირდეს ცხოველს ცოფი და ამ შემთხვევაში ხო უბრალოდ აუცრელმა ძაღლმა თუ გვიკბინა არ არის აუცილებელი რომ ცოფი ესე დაგვემართოს, უნდა იყოს დაავადებული თვითონ ცხოველი ცოფით. და ნუ ეს საბოლოო ჯამში მაინც როგორც გითხარით რაბიოლოგთან რა თქმა უნდა მისი კომპეტენცია არის, ბავშვი იქნება თუ ზრდასრული ასაცრელია თუ არ არის ასაცრელი, ეს უნდა გადაწყვიტოს რაბიოლოგმა. აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია. როცა არის ცხოველი აცრელი ცოფზე და კომპლექსურზე, ამ შემთხვევაშიც არაბიოლოგი პირდაპირ ვაქცინაციას არ იწყებს. აკვირდება 10 დღის განმავლობაში, თუ ცხოველი ჯამრთელი არის, არ დაიღუპება, ცოცხალი რჩება, თან დაკვირვების ქვეშ არის, ვაქცინაციასაც აღარ გადაწყვიტავს. გასაგებია. კესო, აი აქ ჩაგეძიებით თქვენის ნებართვით, ანუ დრო რამდენი გვაქვს? ანუ ეს მართალია, რომ დაუშვათ 10 დღე არის დრო, ანუ 10 დღეში არ დაგვემართება. აი ხო არის ხოლმე, რომ ელოდებიან ძაღლი დაუშვათ, წყალს თუ სვავს, როგორ იქცევა, ამაზეც ხოა დამოკიდებული, ანუ რაბიოლოგი ამბობს ხოლმე ხშირად, რომ მოდი ჯერ ძაღლს დავაკვირდეთ. ანუ თუ ეს ძაღლი ხელმისაწვდომია. თუ აი ამ შემთხვევაში ამბობს მხოლოდ თუ ძაღლი არის აცრილი. ხო. და ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ძაღლს დავაკვირდეთ, ანუ არ გაგვექცევა ეს ძაღლი და პატრონიანი არის და ან ეზოში ყოველ დღე თუ ხედავთ, ამ შემთხვევაში როგორც წესი გამოვლინებიდან, აგრესიის გამოხატვიდან 8 დღეში უმეტეს შემთხვევაში იღუპება ცხოველი. ასეთ შემთხვევაში, ამიტომ არის ეს 10 დღე დაკვირვების პერიოდად. თუმცა მაინც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უნდა გადაწყვიტოს უშუალოდ რაბიოლოგმა, დაიწყოს თუ არა ცოფის საწინააღმდეგო
ვაქცინის გამოყენება. გასაგებია. მე მქონდა შემთხვევა, როდესაც ჩემი შვილი უფროსი პატარა იყო, პატარა რა, მოზარდი იყო, სადღაც 13-14 წლის იყო და მეზობლის დობერმანმა არც უკმენია, დადორბლა. მეც ეგეთი შემთხვევა მქონდა ზუსტად ბავშვობაში, კი. დადორბლა და მივიყვანე რადიოლოგთან და ესო ჯერ ესერთიო ძაღლიო, ძაღლს პატრონი ყავსო და მოვლილიაო და პასპორტი მოგვიტანა პატრონმა ძაღლის და ყველაფერი ვნახეთ რა დროულად ჩატარებული აცრები, ვაქცინაცია, ჭიებზე დამუშავება აბსოლუტურად ყველაფერი. ჯერ ერთი ძაღლი მოვლილიაო და მეორეც ერთი ეს კბენა არ არისო, ეს არის დადორბლაო. მაგრამ დადორბლაც ხო შეიძლება საშიში იყოს, თუ კი კანი დაზიანებულია. თუ კანი დაზიანებული არის და მან მნიშვნელობა აქვს სად არის ნაკბენი, მაგასაც აქვს მნიშვნელობა. ზედაკიდურები უფრო საშიშია, ხო? რა თქმა უნდა, კი, ფეხზე უფრო დიდი დრო გაქვს დაკვირვებისთვის, ზედაკიდურები თავთან ახლოს სახესთან უფრო მალე ვრცელდება, ეს ნეიროინფექციაა. და ამ შემთხვევაში არც აკვირდებიან და არც აცდიან 10 დღეს. ამიტომ ყველა ეს შემთხვევა არის ყველა ინდივიდუალური. ყველა სხვადასხვანაირად იგეგმება ეს ყველაფერი. მოდი აი რომ დაუბრუნდეთ ვეტერინარიას, ხო? და ყურების და კუდის მოჭრა ძაღლისთვის. ნახე რისი კითხვა მინდა. ანუ ერთი არის რომ ზოგი ჯიში სტანდარტი იყო, ახლა უკვე იგზალება როგორც ვიცი, ხო? აკრძალული არის. აი მაგალითად დობერმანი ვახსენეთ. ჩვენება არ არის, სამედიცინო ჩვენება თუ არ არის. სამედიცინო ჩვენებაში იგულისხმება თუ დაზიანებული არის კუდის ნაწილი, თუ ნეკროზი არის, ვეტერინარმა უნდა გადაწყვეტოს, თუ არის სამედიცინო ჩვენება, ამ შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში იკრძალება. თუმცა რაღაც გარკვეული პერიოდი, ხო, აი მაგალითად დობერმანი ვახსენეთ თქო, მაგას ვამბობდი, აი დობერმანის ჯიშის სტანდარტში იყო, რომ ყურები უნდა ყოფილიყო დაჭრილი, კუდი კუპირებული, იგივე რიზენშნაუცერებსაც ძალიან ხშირად ბოქსიორებსაც ძალიან ხშირად აჭრიდნენ, ხო? ახლა რო შეხვიდე დაუშვათ დაგუგლო, რაღაც გარკვეული ჯიშები, ბევრ ფოტოს ამოგიგდებს, რომ აი კუპირებული აქვს კუდი დაუშვათ და მოჭრილი აქვს ყურები. გასაგებია ეს უკვე აიგზალა და ახლა ხშირად ხვდები ხოლმე იგივე გერმანულ დოგსაც, რომელსაც ეს ყურები ჩამოგიდებულია, კუდიანი როტვეილერებსაც. მეც ვერ წარმომედგინა ადრე ბავშვობაში, მაგრამ იცით რა, მე თვალიც ეჩვევა ამ ყველაფერს და საზოგადოებაც ხვდება, რომ ეს არის უბრალოდ ვიზუალური მხარე, არანაირი საჭიროება იმის, რომ მქონდეს ცხოველს მოკვეთილი კუდი თუ ყური, ამის საჭიროება. ბავშვობაში მეგონა რომ ასეთი იბადებოდა ეს ძაღლი, ხო, იმიტომ რომ აი მაგალითად გერმანულ ნაგაზს ხო აქვს ესეთი ყურები და როტვეილერს ძალიან უხდება. ძალიან უხდება. ეს გავიგეთ, აკრძალულია და კი ბატონო, ხვდებით უკვე ასეთ ძაღლებს, მაგალითად ჩემს უბანშიც არის ორი ბოქსიორი ცხოვრობს ჩემთან უბანში, რომელსაც ყურები აქვს, კუდი აქვს და ძალიან ლამაზია, ძალიან ლამაზია, გეთანხმებით. და მაგრამ მეორე არის ესეთი გავრცელებული დაუშვათ რომ ძაღლი რო გაავდესო, აი მეცხვარეებში იყო დაუშვათ ეს გავრცელებული, არა მარტო საქართველოში, რომ ძაღლს კუდებს და კუდს რო დამოაჭრი, უფრო ავი გაიზრდება, უფრო ავი იქნება. მითი არის ეს. მითია, ხო? მითია, რა თქმა უნდა. ანუ არ არის ეს სწორი. არ არის ეს სწორი. ნუ მეცხოვრების შემთხვევაში იქ სხვა დანიშნულება აქვს კუდის და ყურების კუპირებას, იქ თქვათ მგელთან ბრძოლის დროს რომ არ დაზიანდეს ეს ყური და კუდი, უმეტეს შემთხვევაში ამიტომ აჭრიან. და ეს სპეციალური საყელოები როა კიდე ის რო აქვს რა ქვია ესეთი ნემსებივით რო ყელში არ წდეს და აი ხა დაუშვათ ეს რეგულაცია ახალი რამდენად გავრცელდება დაუშვათ ჩვენთან მთაში ანუ მეცხვარეები აღარ დააჭრიან ყურებს ძაღლებს როგორ გონიათ საგამოფენო სტანდარტით უკვე თუ უნდათ გამოფენაზე რომ გაიყვანონ უკვე აკრძალული არის და არ ხდება კუპირება ყურების და კუდის. სხვა შემთხვევაში, ნუ თუ რაღაც გარკვეული ჩვენება არის, ამ შემთხვევაში არის მხოლოდ დასაშვები. თქვენ რამდენად გეგძალებათ ეს? ანუ აი მოვიყვანო მე დაუშვათ, მე ინდივიდუალურად გადავწყვიტე, დაუშვათ ყავს ბოქსიორი. კლინიკა ამ შემთხვევაში უარს გეტყვით ყურების და კუდის. უარს მეტყვის. ხო, თუ არ არის ჩვენება, გასაგებია. რა შეცდომებს უშვებთ ყველაზე ხშირად ოთხფეხა მეგობრების პატრონები? მოდი მარტო ძაღლებზე რო არ ვისაუბროთ. კატებზეც ვისაუბროთ. კატებით ჩავთოთ, იმიტომ რომ ხა ბევრი გვიყურებს, ვისაც კატა ყავს, ხო? და ნუ კატაზეც ხა რაც ძაღლზე ვთქვით და უშუალოდ ვაქცინაცია, ჭიებზე დამუშავება, ეს ყველაფერი კატებზეც ვრცელდება, ძვირფასო მაყურებლებო, ხო არ მინდა რომ კატის პატრონები დაიჩაგრონ, მათ შორის ბევრი არიან ჩემი მეგობრებიც და
მარტო ძაღლებზე რო არ ვისაუბროთ, ხო? თან კატა ძირითადად სახლშია. ხო, კატაზე მე მაქვს კიდევ შეკითხვები, აუცილებლად შეგეკითხებით, მაგრამ აი რა შეცდომებს უშვებთ ძაღლების და კატების კონტროლზე? ერთ-ერთი შეცდომა არის ის, რომ როცა შევნიშნავთ, რომ ცხოველი არის ცუდად, რაღაც აწუხებს, აი ლოდინის პერიოდი. არიან ესეთი პატრონები, რომლებიც 2, 3, 4 დღის განმავლობაში უბრალოდ ელოდებიან. რომ ეს ცხოველი თავისით გამოსწორდება. არის ისეთი შემთხვევები, რომ ლოდინი, ანუ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის თვალსაზრისით. აი განსაკუთრებით კატებში, თუ კატა 24-48 საათის განმავლობაში არღებულობს საკვებს, მისი სიცოცხლისთვის ძალიან საშიში არის. იქ უკვე ღვიძლის პრობლემები იწყებათ. ძაღლს უფრო მეტად შეუძლია შიმშილის ატანა, მაგრამ გააჩნია მიზეზი რა არის ამ შიმშილის, რატომ არ ჭამს? უბრალოდ გაუღიზიან და კუთვნილავი თუ რაღაცა სერიოზული ტოქსინი აქვს მიღებული ან ისეთი მძიმე დაავადება, რომელიც წვევით მიმდინარეობს და დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ სწრაფად მოხდეს დიაგნოსტირება, რომ შესაბამისი მკურნალობა დავიწყოთ. ამიტომ აი ეს დალოდების პერიოდი არ უნდა დაველო, აი მოდიან ხოლმე კლინიკაში, ერთი კვირა არ ჭამს. ეს უკვე ერთი კვირა ძალიან დიდი დროა, უბრალოდ შეიძლება ვეღარ შევძლოთ დახმარება. იმიტომ რომ ის არის ბევრი დაავადება და ინტოქსიკაციაც, რომელიც იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, აი თუ ცხოველი თაგვის წამლით არის, თაგვის წამალი თუ აქვს მიღებული, საათებს აქვს მნიშვნელობა. ანუ ის 3 დღეში და 4 დღეში უკვე ვერაფერს ვეღარ შეცვლი. არ უნდა დაელოდნონ ესე, არ უნდა უყურონ. ცუდად არის, მიიყვანეთ კლინიკაში აუცილებლად და თუ მარტივი პრობლემა არის, ჯობია რომ თვითონ ვეტერინარმა გითხრას, რომ მოდი დააკვირდი, რამდენიმე დღე დააკვირდი. ოღონდ ეს რის საფუძველზე ხდება? მოწმდება ცხოველი, კეთდება ანალიზები, იქ ეხოსკოპია, რომ ჩვენ უნდა დავწმუნდეთ და უნდა გითხრათ, რომ არ არის საშიში და დააკვირდით და არა თვითონ პატრონმა გადაწყვიტოს, რომ ერთი კვირა დაელოდოს თავის ცხოველს, რომ გამოჯამრთელდება თუ არა თავისით. გასაგებია, ანუ ახლა მე მივხვდი, რომ მე სწორად ვიქცევი, აკლებული რომ ყავხალთ თქვენ, ყველაზე ხშირად თქვენთან კლინიკაში მაქვს დარეგილი. კი, ისევ ჯობია რომ ჩვენ გითხრათ, რომ არ არის საშიში, დაელოდე, ვიდრე თქვენ გადაწყვიტოთ, რომ დაველოდო და იქ უკვე კატების შემთხვევაში, ანუ კატას გასეირნება არ ჭირდება. ხო? აი კატების შემთხვევაში როგორია ჩვენი ურთიერთობა? იგივე დაუშვათ ბავშვისთვის რომ მოყავთ, იგივე დაუშვათ. აი რაც ძაღლზე ვისაუბრეთ, ახლა რომ აი ამის ყველაფრის, ასე ვთქვათ, ტრანსკრიფცია რომ მოვახდინოთ. ნუ კატების შემთხვევაში პირველ რიგში რომ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბეწვი აქვს უფრო ესეთი ინტენსიურად ცვიოთ უფრო ბეწვი და ეს უბრალოდ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, თუმცა კიდევ ერთხელ როგორც ძაღლის შემთხვევაში ჰიგიენურად მოვლილი კატაც და ძაღლიც დამუშავებული ყველანაირად პარაზიტებზე და ჭიებზე ვაქცინირებული კატაც ასევე უსაფრთხოა ჩვენთვის როგორც ძაღლი. ეს ვაქცინები და პრეპარატები ერთი და იგივეა ძაღლებში? სხვადასხვა ვაქცინები კეთდება, ასაკით თქვათ ძაღლში რომ თვე-თვენახევრიდან იწყება ლეკვებში ვაქცინაცია, 2 თვენახევრიდან იწყება კატებში ვაქცინაცია და ნუ პარაზიტებზეც 21 დღიდან როგორც ძაღლი უნდა იყოს დამუშავებული, ასევე. აი თქვენ როგორც პროფესიონალი დაუშვათ, როგორ უყურებთ ძაღლების, კატების კვებას, ანუ ნატურალური საკვები ჯობია თუ ეს მზა საკვები სხვადასხვა ბრენდების? ეს ბალანსირებული კვება ჯობია, იმიტომ რომ არის მარტივი, იმიტომ რომ არის ბალანსირებული, ყველა ის ნივთიერება რაც ცხოველს ჭირდება, შედის ამ ყველაფერში და ნატურალური კვებას ესე ძალიან რთული არის ბალანსი დაიცვა, რთული არის ყველა ის ნივთიერება რაც ცხოველს ჭირდება, ეს ყველაფერი დააბალანსო ძალიან რთული. ამიტომ მზა საკვები უფრო მეტად კომფორტულიც არის და ჯანმრთელობისთვის უფრო კარგია. თუმცა სწორად უნდა ეს საკვების შერჩევა საკმაოდ ინდივიდუალურია. არ არის საკვები, რომელიც ერთ კონკრეტულ ჯიშს, აი ყველას ერთნაირად მოერგოს, ესეც არ ხდება. ძალიან ინდივიდუალური არის ყველა ჯიშისთვის და ძაღლისთვის საკვების. აი თეთრი ძაღლი, მოდი რადგანაც ვთქვით, ხო? თეთრი ძაღლები არიან ალერგიულები. ხო? კი. შედარებით უფრო ალერგიულები არიან. აი მაგალითად
აი რა ფენომენია ეს ქათამზე ალერგია აქვთ ხო? ანუ ქათმის საკვებზე თეთრ აქვს. უბრალოდ ხო, ეხლა ყოველთვის ესი არ არის. ყველა თეთრ ძაღლს არ აქვს ქათამზე ალერგია. ესეც უნდა დიაგნოსტირდეს ვეტერინარის მიერ, აქვს თუ არა ალერგია. თუმცა უმეტეს შემთხვევაში თეთრი ფერის ძაღლები არიან უფრო მეტად ალერგიულები, ვიდრე სხვა ჯიშის და სხვა ფერის ძაღლები. სპეციალური კვება, სპეციალური საკვებიც ინდივიდუალურად უნდა შეერჩეს. თუ აქვს ქათამზე ალერგია, რა თქმა უნდა, ამოვიღოთ რაციოდიდან ქათამი, ჩავანაცვლოთ იხვით, ორაგულით, ბატკნით. იხვი ნაკლებად ალერგიული. ნაკლებად. იცით რა მითხარით? აი ეს დიდ ძაღლებს, აი ძვალს რო გადაუგდებენ ხოლმე, დიდი ზომის ძვალს, აი ამას როგორ უყურებთ თქვენ? ძვლების მიცემა შეიძლება ძაღლისთვის ფატალურად დასრულდეს. ყველაზე მეტად არის საშიში, განსაკუთრებით ქათმის ძვლები. აი ეს დიდი ძაღლით მეცხვარე ძაღლი. ქათმის ძვლებით კი ნებისმიერი ძაღლისთვის და აი ეს დიდი ძვალი მაგალითად საქონლის თუ ამ ძვალს ვიცით რომ რაღაც ფრაგმენტს ვერ მოატეხავს და ვერ შეჭამს ცხოველი, ამ შემთხვევაში, უსაფრთხო არის, მაგრამ ეს განსაკუთრებით არის საშიში ქათმის ძვლები. აი ეს რაღაც ისე დააზიანოს ნაწლავი ფატალურად დასრულდეს. კი ბატონო, არ აქვს მნიშვნელობა ძაღლის ზომას. არანაირი კვებითი ღირებულება არ აქვს ამ ძვალს. ხო, იმიტომ ამბობენ ხშირად, რომ აი ფოსფორს შეიცავს, კალციუმს შეიცავს. სპეციალური ძვლები იყიდება, რომლებიც არის უშუალოდ დასაღეჭად, დასახდნელად დამზადებული, უსაფრთხო და ჯობია რომ ეს მივცეთ ვიდრე აი სხვადასხვა პატარ-პატარა გემრიელობები რო იყიდება ხოლმე ეს გამზადებული ასახემსებელი. ესეც ძალიან ინდივიდუალურია. იმ თვალსაზრისით რომ ყველა ძაღლს არ უხდება და იქ საკვები არ უნდა ჩაანაცვლოს ამ ასახემსებელი ნიშნავს რომ მცირე რაოდენობით უნდა მივცეთ. ზოგ შემთხვევაში უკვე რო სინჯავენ, მერე თავის საკვებს აღარ ჭამენ ეს ძაღლები და უმეტესი კვების ნაწილი არის ესეთი სნექები. და აი ბევრიც მეუბნება ხოლმე ბევრი პაციენტის პატრონი კორმს არ ჭამს და აი სნექებს ვაჭმევ. და უკვე ჩაანაცვლა და ამ შემთხვევაში უკვე იწყება კუჭნაწლავის პრობლემები უჭირთ მონელება. მცირე რაოდენობით არ უნდა იყოს ძირითადი საკვები სნექი, მცირე რაოდენობით, აი როგორც ქვია წასახალისებლად, აი მართლა ესე უნდა გამოვიყენოთ და არა როგორც მთელი კვების რაციონი. ხო, კვება საკმაოდ რთული. ყოველ შემთხვევაში ჩემ შემთხვევაში, აი ჩემი ძაღლის შემთხვევაში ძალიან ბევრი ვარჩია, იმიტომ რომ ძალიან ალერგიულია ჩემი მალტეზე და მოკლედ ძლივს ეხა ბრენდებს არ ვამბობ. ხო. არა, თუ მოიტანთ ფულს, ვიტყვი ბრენდსაც. მაგრამ ჯერ არ მოგიტანიათ. ხო და ამიტომ ხშირად ეს პრობლემა უჩნდებათ ხოლმე. თეთრი კატაც ალერგიულია? ზოგადად თეთრი ცხოველებია, საკმაოდ ალერგიულებია. ცხვრებიც? ცხვრები არა. ყველაზე უცნაური რა ცხოველი მოუყვანიათ თქვენთან? აი ცხვარი მოუყვანიათ რენტგენზე. რენტგენზე ცხვარი და რა ჰქონდა? ერთხელ იყო ეგეთი ტრავმა ჰქონდა და ერთხელ მოგვიყვანეს. ტრავმა ჰქონდა? კი, და ერთხელ ისეთი ყველაზე უცნაური ცხვარი. ცხვარი იყო ყველაზე უცნაური. ჰქონდა რამე მოტეხილობა თუ გადავრჩით? არა, გადავრჩით. გადავრჩით. კი, მამაოს ყავდა მოყვანილი, მახსოვს. ცხვარი. კი. რა საინტერესოა. და დაჟე რენტგენოლოგმა სახელი კითხა და რა ქვია იქ ხო ვავსებთ და ხომ და ჩავწეროთ ახლა ძაღლი რომ მოდის რა ქვია ხო? და ეს კაცი გაგიჟებული მან შეხედა 1000 მყავს ქალბატონო ამის გარდა და ამის სახელი არ ვიცი. ხო გასაგებია. კარგი, კატას მარტში რა ემართება ხოლმე? ესეც კატას მარტში კატები უფრო მეტად ხშირად აქვთ ეს გამრავლების პერიოდი ვიდრე ძაღლებს. და გაზაფხულზე ძირითადად მართლა ესე იწყება ხოლმე გამრავლების პერიოდი. ძაღლს რომ თქვათ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ აქვთ, სამ თვეში ერთხელ კატას უფრო ხშირად აქვს ესეთი პერიოდი. და ეს არის მარტი, მაინდა-მაინც მარტი რატო არის რომ გაზაფხულიდან უბრალოდ უფრო ხშირად იწყება. აჰა, გასაგებია, გაზაფხულიდან იწყება. კარგი, რადგანაც გამრავლებაზე მივედით. რამდენად აუცილებელია დაუშვათ შეჯვარება ჩვენი 4 ხა მეგობრის და თუ არ შევაჯვარეთ, თუ შეიძლება ამან რამე პრობლემა გამოიწვიოს ჯანმრთელობის. ხო. ესეც მითია რა თქმა უნდა რომ ბევრი პატრონი ფიქრობს რომ ყავს ძაღლში ხვად იქნება ეს თუ აუცილებელი არის მისი გამრავლება. ამით არიან სპეციალური კლუბები, დაკავებული ძაღლსაშენები, ვინც უნდა ესეთი ყველანაირი დაცვით, ხო, შემოწმებული ძაღლები, რომ ყავთ გენეტიკურად ყველანაირად
მათი საქმე არის ეს, სახში რომ ყავს ძაღლი, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, რომ გამრავლდეს, ამისთვის არის სპეციალურად სტერილიზაცია, კასტრაცია, რომ შემდგომში უკვე ჰორმონალური პრობლემები რომ არ დაეწყოთ და გავსი პრობლემა. აი მაგალითად, ჩემ შემთხვევას გეტყვით, ჩემი მალტეზე 5 წლის არის და არ აქვს სტერილიზაცია გაკეთებული, არც კასტრაცია, ანუ ჩვეულებრივად გახლავთ და ერთხელ შევაჯვარეთ მხოლოდ. ამან შეიძლება რამე და არ არის აუცილებელი, რომ რეგულარულად შემდგომ უკვე მოხდეს ეს შეჯვარება. ანუ რამე დაავადებას არ შეჯვარება. არა. გამოიწვევს? არა. დაუშვათ არ არის სტერილიზებული, არ არის კასტრირებული და არც ვაჯვარებთ. შეიძლება რომ ამან რამე გამოიწვიოს, აი თუნდაც ჰორმონალური დარღვევა ან რამე დაავადება. ესეც ძალიან ინდივიდუალურია, ანუ არიან ხვადები ძალიან აქტიურად ამ ხრივ და ნუ აი ესეთ ამ შემთხვევაში უკვე ჩვენება არის რომ მოხდეს კასტრაცია. კასტრაცია. და თქვენ ემხრობით ამ კასტრაციას, სტერილიზაციას, ანუ სწორია ეს გადაწყვეტილება, როგორც კი აიყვანენ ლექსთან კატას და ეგრევე რო უკეთებენ. ნახეთ, ესეც ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს და ვეტერინარმა უნდა გადაწყვიტოს ეს ესე მასიურად არ არის რომ ყველა არის რაღაც გარკვეული პრობლემები კრიპტორხიზმი მაგალითად გენეტიკური დაავადებების მქონე ძაღლები თუ კატები რომლებიც შეჯვარებაც და გამრავლება არ არის რეკომენდირებული და პირდაპირ ჩვენება არის რომ უნდა გაკეთდეს კასტრაცია თუ სტერილიზაცია ეს ყველაფერი ინდივიდუალურად ყველა ჯიში ყველა ცხოველში უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად პატრონის და ვეტერინარის შეთანხმებით ყველაზე ხშირად რა და ასაკით სწორი ასაკი უნდა შეერჩეს აუცილებლად თუ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს უნდა ვიცოდეთ რა ასაკში უნდა გაკეთდეს ხა 10 წლის 10 წელი რომ არ ყავს ცხოველის უცებრო გადაწყვეტავ ხო ესეც უკვე რამხელა რისკებთან არის დაკავშირებული თუნდაც ოპერაცია თუ გვაქვს გადაწყვეტილება გვირჩევს ვეტერინარი რომ წლამდე პირველ მძუნაობამდე ყველაზე სასურველი პერიოდი არის სტერილიზაციისთვის და ამიტომ უნდა გადაწყვეტოს ვეტერინარმა და დაგიგეგმოთ თვითონ როგორ უნდა და რა ასაკში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი ის ფრაზა რო გავიხსენოთ ახლა კი ვისაუბრეთ ამაზე არ გიკმენს გეთამაშება კიდე რა ფრაზები გახსენდებათ ძაღლთან დაკავშირებით აი ხშირად რო ამბობენ ხოლმე ასეთი ფრთოვანი ფრაზები ყველაზე სასაცილო ეს ძაღლი რო ცუდათ რაღაც სიმპტომი რო აქვს და თავის თავზე რო გადმოაქვს ხოლმე ეს თვითონ სიმპტომი ეს სასაცილო ჟღერს ხოლმე ძალიან ხო ორი დღე არ ჭამთ მაგალითად არ ჭამთ გული გვერევა კი მეც ესე დაურეკე ალეკოს ალეკო გუში მთელი ღამე გული გვერეოდა კი ბატონო კი ეს ნამდვილად არის კარგი ონკოლოგიას შევეხოთ რა ანუ ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით ჩვენი ოთხფეხა მეგობრები? სამწუხაროდ ონკოლოგიური პაციენტები ძალიან მომრავლდნენ ხშირი არის ესეთი პრობლემები და ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს რომ თვითონ დიაგნოსტირება მოხდეს ადრეულ პროცესი სანამ დაიწყება მანამდე თავიდანვე რომ შემდეგ მკურნალობაც უფრო ეფექტური იყოს აი ასევე არ უნდა დაველოდოთ ხო თუნდაც რომ შევნიშნავთ კანზე რაღაც პატარა წანაზარდი სანამ არ გაიზრდება იმხელა მასშტაბებს სანამ არ მიაღწევს ხო და მე უკვე რომ მოვდივართ კლინიკაში და ამ შემთხვევაში ხო უკვე მკურნალობაც ნაკლებ ეფექტური არის პირველივე სიმპტომი როცა ვნახავთ თუ რაღაც აწუხებს ცხოველს წარმონაქმნიათ კანზე წანაზარდი აქვს ცუდად არის მაშინვე უნდა მივიდეთ და დიაგნოსტირდეს ადრეულ სტადიაზე ყველაფერი ეს ეხება ონკოლოგიასაც და ნებისმიერ დაავადებას რომ უკვე მკურნალობა დაიგეგმოს და ეფექტური იყოს აი ძაღლებში თუ ტარდება ქიმიოთერაპია რა თქმა უნდა ტარდება და თვითონ ეს დიაგნოსტირებაც ძალიან სრულფასოვნად ხდება ეს ონკოპაციენტების დიაგნოსტირებაც იქნაც ციტოლოგია, მორფოლოგია, ყველაფერი კეთდება. იმის საშუალება გვაქვს ჩვენ რომ დიაგნოზი ზუსტად დავსვათ ადრეულ სტადიაზე და უკვე მკურნალობაც შესაბამისად დაიგეგმოს. კესო, ძალიან პრობლემურ საკითხს უნდა შევეხო, ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია, ხო? მე ხშირად უყურებ ახლა გადაცემებს სხვადასხვა არხებზე, ძალიან მიყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები, ცხენები კატებიც და ხშირად ვარ, ანუ ერთგული მაყურებელი ვარ და ნუ აი დაუშვათ ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში
მართლა აი მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფია კი არა, ლამის პოზიტრონულ ემისიურ ტომოგრაფიას უკეთებენ. ჯერჯერობით არ არის ჩვენთან, თუმცა იმდენად სწრაფად ვითარდება ვეტერინარია, რომ აუცილებლად დარწმუნებული ვარ იქნება, ამის საჭიროებაც უკვე არის და ახლო მომავალში ალბათ ესეც გვექნება. სადღაც წავიკითხე, რომ ღორი არის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ცხოველიო. ხო ვერ მეტყოდი, რაში გამოიხატება მისი ინტელექტი. არ მგონია ღორებთან შეხება. არ მოუყვანიათ ღორი არასდროს თქვენ? არა. ხო. ანუ ისე სხვათა შორის ოფთალმოლოგია ვახსენეთ და ღორის თვალი თურმე თავისი აგებულებით მეც არ ვიცოდი. მიმსგავსებული არის. ყველაზე მიმსგავსებული ადამიანის თვალთან და რადგან თვალი ვახსენეთ, მეგობრებო, აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია თვალის კლინიკა Eyeline, სადაც შეგიძლიათ სათვალე მოიშოროთ აბსოლუტურად უმტკივნეულოდ. ცნობილია ბევრი პანდემიები, ეპიდემიები, ასე ვთქვათ, კაცობრიობის ისტორიაში, მაგალითად ეგრეთ წოდებული ესპანკა, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს უფრო მეტი ადამიანი მოკლა, ვიდრე უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. აი რომელიმე ასე გავრცელებული ვირუსი ყოფილა ოდესმე ცხოველების, რომელსაც აი მასიურად გამოუწვევია ცხოველების დახოცვა? ესეთი მწვავედ მიმდინარე ინფექციები არის, იყო ყოველთვის და ეხლაც არის, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორი და დროული ვაქცინაცია, იმიტომ რომ არის საკმაოდ საშიში ვირუსული დაავადებები ლეკვებში, განსაკუთრებით ნაწლავური ინფექციები, ენტეროვირუსი, კორონავირუსული ინფექცია, ძაღლის ჭირს, რასაც ეძახიან ხალხში ეს. ამიტომ ვაქცინაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ნუ სეზონური დაავადებები არის ჩვენთან, ეს არის ტკიპური ინფექციები, როცა უკვე ტემპერატურა იმატებს, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ დროს, იმიტომ რომ აი ეს მართლაც აი იწყება, აფეთქება ამ ტკიპური ინფექციების მომართვიანობა ყველაზე მეტი ამ დროს არის ამ დაავადებების შესაბამისად დამუშავებაც როგორც ზამთარში ჭირდება ასევე განსაკუთრებით უფრო ორმაგი დაცვა და ეს საყელოცეს წვეთებიც ყველაფერი ტემპერატურის მატებასთან ერთად. რამდენად რეკომენდებულია ნახეთ, ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც ნადირობს და შესაბამისად მონადირე ძაღლები ყავთ. და ხშირად ჩემი მაქსიც მიყავთ ხოლმე, ჩემი კურცხაარი. აი რამდენად რეკომენდებულია დაუშვათ ნადირობის შემდეგ, სადაც ბალახებია, ხო, ტყეში დარბიან, იქ წყალში ხტებიან, მოკლედ რისკია დიდი. ხო მეთანხმებით, ხო, მონადირე ძაღლის რისკი გაცილებით უფრო მაღალია. რამდენად რეკომენდებულია, რომ ყველა ნადირობის შემდეგ დაუშვათ ვეტერინართან გავიაროთ კონსულტაცია, თუ საკმარისია, რომ ჩვენ თვითონ დავათვალიეროთ დაუშვათ, რომ ნახოთ სადმე ტკიპი არ იყოს. აი ამ შემთხვევაში აუცილებელი არ იყოს დამუშავებული პარაზიტებზე და ნადირობამდე და სასურველი არის, რომ ნადირობის წინაც ხომ არის დამუშავებული, ვთქვათ, აბიაქ მიცემული თუ წვეთი არ აქვს მნიშვნელობა, უკეთია საყელო და სპრეიც და მატებით სპრეიც კიდურებზე, გულმკერდზე სასურველი არის, რომ გაყვანის წინაც აუცილებლად მივასხუროთ და ისე გავიყვანოთ და აქვე რომ დაუბრუნდებით, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ტრამატიზმი არის ძალიან დიდი ამ შემთხვევაში. ბალახები არის ისეთი, რომლებიც კიდურებში, აი თათებში შეიძლება შეერჭოს და მერე უკვე გამოიწვიოს ანთებითი პროცესი და საკმაოდ გართულდეს ეს ყველაფერი. ჩვენ თვითონ უნდა დავათვალიეროთ. რომ მოვიყვანთ სახლში, თათები ყველგან უნდა ვნახოთ, რომ რამე არ კონდეს ჯერჯობილი და თუნდაც ეს ტკიპა თუ ვნახეთ, უკვე ვაკვირდებით, ვრეკავთ ვეტერინართან, ვატყობინებთ, რომ ვიპოვნე, ნახე ტკიპა და ის თვითონ დაგვაკვალიანებს უკვე, როგორ უნდა მოვიქცეთ. თუ შევნიშნავთ, რომ მაღალი ტემპერატურა დაიწყო, მუქი ფერის შარდი აქვს მოიწყინა, მაშინვე სასწრაფოდ უნდა მივიყვანოთ უკვე ვეტერინართან. რამდენად რეკომენდებულია ჩვენი მეგობრების, ოთხფეხა მეგობრების დაბანა ხშირად? აი ძაღლების, აი კატას მაგალითად ხშირად აბანავებენ? კატების შემთხვევაში თუ არ არის ჩვენება დაბანის, ჩვენებაში ვგულისხმობ, რომ თუ არ დაისვარა, რა თქმა უნდა, ესე ხშირი დაბანა არ არის აუცილებელი, არც უყვართ კატებს, იშვიათად თუ კატას უყვარს დაბანა, იქ ჯიშებშიც არის სხვაობა. ეხლა მე ბენგალი მყავს და მაგალითად ძალიან უყვარს ბანაობა, მაგრამ თუ კატას ისტრესება
ზოგ შემთხვევაში აი ძალიან დიდი სტრესი არის ბანაობა, არ არის საჭირო რომ დავბანოთ. მნიშვნელოვანი არის სწორი დავარცხნა და რეგულარული დავარცხნა. ძაღლების შემთხვევაში ძაღლის დაბანა უფრო ხშირად შეიძლება, არის ჯიშები, რომლებიც უფრო მეტად ხშირად უნდა დავბანოთ ვიდრე სხვა ზომის ძაღლები და ნუ ასევე თუ ჩვენება არის, როცა დაისწრება, ამ შემთხვევაში აუცილებელი არის იმ წუთასვე დავბანოთ, მაგრამ თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ გრუმინგი უნდა ჩაუტაროთ. რამდენად სწორად მიგაჩნიათ და როგორ ემხრობით თუ არ ემხრობით, დაუშვათ აი ძაღლის ტარებას ფსიქოლოგთან, კინოლოგთან, ხო? რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი არის, აქაც ჯიშებს შორისაც ძალიან დიდი განსხვავება არის. არის ჯიშები, რომლებისთვისაც აუცილებელი არის კინოლოგთან ტარება. დიდი ჯიშის ძაღლებს გულისხმობთ, კანეკორსო, როტვეილერი, ტროხა ყველას მაინც არ შეუძლია, არ აქვს იმხელა გამოცდილება პატრონს, რომ არ იცის ბევრმა სწორედ როგორ უნდა გაზარდოს თავისი ოთხფეხა მეგობარი. ამიტომ ის კინოლოგთან რა თქმა უნდა აუცილებელი არის კონსულტაციის გავლა, თუ საჭიროება არის, ვატაროთ კიდევაც, რომ ასწავლოს. აუცილებლად უნდა გკითხოთ, რადგან ძვალი ვახსენეთ, ხო, და ძვალზე მივიღეთ კომპეტენტური რეკომენდაციები თქვენგან, აი სუფრიდან ხშირად აჭმევენ ძაღლებს, ხო, აი განსაკუთრებით რომელი საკვები არ შეიძლება. მე როგორც ვიცი, ტკბილი, ცომიანი და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც აი თქვენგან უფრო საინტერესოა ამის მოსმენა. რამდენიმე ჩამოვთვალოთ, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან ბევრი ისეთი კერძი და საჭმელი არის, რაც ჩვენთვის სასარგებლო არის, მაგრამ მათთვის არის ძალიან ტოქსიკური. ყველაზე საშიში რაც არის, ეს არის შოკოლადი, ხახვი, ნიორი და ქიშმიში. ოჰო. ყველაზე ტოქსიკური ესენი არის. დანარჩენი ცხიმიანი საკვები, შემწვარი, ნიგვზიანი საკვები, აი ესეთი საკვები ძალიან ტოქსიკური არის ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. ანუ ძაღლს, მოდი ვთქვათ, რომ სუფრიდან ძაღლს არ უნდა ვაჭამოთ. არ უნდა ვაჭამოთ. არ არის რეკომენდებული. და აქვე ჩამოვთვლი აი თვითნებურად ხშირად აძლევენ ხოლმე მაგალითად გამოყუჩებელს, იბუპროფენს, პარაცეტამოლს. სახლში რო გონიათ რომ ან ტემპერატურა აქვს ან რაღაც ცუდად არის თავისით პატრონები გადაწყვეტავენ ხოლმე რომ უნდა მისცენ. ამ შემთხვევაშიც არის რამდენიმე პრეპარატი, ესეც ძალიან ბევრი არის ესეთი პრეპარატი, მაგრამ ხშირად აძლევენ იბუპროფენს თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს, ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პატრონმა თვითნებურად დაალევინოს იბუპროფენი, პარაცეტამოლი თავის ცხოველს. ძალიან დიდ გართულებებს იწვევს კუჭნაწლავის მხრივ, თირკმლების მხრივ, ღვიძლის მხრივ, ამიტომ ძალიან ტოქსიკური არის. როგორც ადამიანებში არ შეიძლება თვითმკურნალობა, ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება სხვადასხვა პრეპარატების მიღება, განსაკუთრებით იბუპროფენი და პარაცეტამოლი კატებისთვის. აი ეს ძალიან საინტერესო და ესეთი რჩევაა, სასარგებლო რჩევა, ანუ იბუპროფენი ძაღლებისთვის და პარაცეტამოლი კატებისთვის. მოკლედ, კესო, ნელ-ნელა კი არა და ისე გავიდა დრო, რომ ვერც გავიგე. ძალიან საინტერესო იყო საუბარი თქვენთან, ძალიან ბევრი სასარგებლო რჩევები მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ძაღლი მყავს, რაღაცეები ისეთები გავიგე, რაც ნამდვილად არ ვიცოდი. სხვათა შორის მე ახლა რო ვირჩევდე პროფესიას, შეიძლება ვეტერინარი გამოსულიყავი, ისე დამაინტერესა და ისე საინტერესოდ ისაუბრეთ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია კლინიკა აილაინი, სადაც შეგიძლიათ მოიხსნათ სათვალე უმტკივნეულოთ და ყოველგვარი პრობლემების გარეშე და სანამ კესოს დავემშვიდობები, ახლა მე დიდად არა ვარ მოლექსე კაცი და ყოველთვის პრობლემა მქონდა ლექსის კარგად თქმის, მაგრამ აი შოთა ნიშნიანიძის ლექსი ამოვიწერე სპეციალურად ამ გადაცემისთვის და ძალიან გრძელი ლექსია, მაგრამ ორ კუპლეტს ვიტყვი სულ და ამით დავასრულოთ. ესე იგი თუ ძაღლს ოდესმე მიფერები ხარ, ალბათ შემცბარ ხარ ძაღლის თვალებით, რა ერთგულებით მოგჩერებია, რა სიყვარულით და მოგრძალებით. ამ თვალებიდან არა ბრიყული, არამედ რაღაც ბრძნულად გამგები, ადამიანი თუ არ გიყურებს რაღაც არა ნაკლები. ხო ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი ლექსია. მოკლედ კესო კერესელიძე იყო ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ჩვენ სულ მალე შევხვდებით უკვე სხვა პრობლემებით და სხვა თემატიკით. მადლობთ.